მოგესალმებით. ვიწყებთ კიდევ ერთ ჩვენ პოდკასტების ერთ-ერთ სერიას, გაბედეს სერიიდან. დღევანდელი სერიის ამ სერიის სტუმრები არიან ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ლელა კილაძე, მისი უკარგესი ადამიანი, რომელსაც ეგეთი მეგობარი არ ვარ, მაგრამ ანუ ახტოვანებული ვარ მარტო იმითი რომ მის სიგზით რომელიც შორიდან ვიცი გიორგი ცაგარელი და ეხლა უფრო დეტალურად გავუვლით ამ თემებს. მადლობა რომ დღეს სტუმრები ხართ ამ შენს მადლობა. როგორც იცით გაბედე ქვია და მინდა რომ აი ამ პოდკასტს რომ მოვრჩევით, ხო? რაღაც მაყურებელსაც კონდეს ეგ განცდა და ჩვენ ყველას რომ რაღაც ისეთი გაუბედეთ, თქო, კარგი გაგებით ამ გაბედესი რა, იმიტომ რომ გაუბედეთ რომ გვეთქვა, გაუბედეთ რომ გვეღიარებინა, გაგვეზიარებინა სხვებისთვის, იმიტომ რომ ერთადერთი ამოცანა რაც ამ პოდკასტს აქვს არის ეგ რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარებით დავეხმაროთ სხვას. მოგლეთ, პირველი კითხვა. კითხვები საერთოდ არ მაქვს მომზადებული, როგორც წაიღებს ეგრე წაიღებს და მეც საერთოდ არ ვარ მომზადებული. სანამ დავიწყებდით ლაპარაკობდი რომ მე მოვყვებიო როგორ იყო ყველაფერიო რა, ანუ როგორ მოვხდი გამოსავალშიო, ხო? აი მოდი დაიწყე, აი შენც რო ეთქვათ რომ აი ლელა რაღაც მოყევი შენი ყველაზე დიდი ბოლო პერიოდის რაღაც ტრანსფორმაციის ამბავი, როგორ დაიწყებდი ამ ამბავს რა, რომელიც რა თქმა უნდა გამოსავალთან არის კავშირში. გამოსავალთან არის კავშირში. და ესე იგი ყველაზე ისეთი რთული პერიოდი მქონდა ერთ-ერთი, ნუ ყველაზე მქონდა ცხოვრებაში ბევრჯერ რთული პერიოდები და ეს ერთ-ერთი რთული პერიოდი იყო, ეს იყო 5 წლის წინ. სადაც ნუ ერთ ჩემშულს ქონდა პრობლემა, რაღაცა მოხმარების და ნუ ვეძებდი რაღაცა ისეთ ადგილს, სადაც რაღაც შემდგომი პერიოდი, აი გამოჯამრთელება, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, აი რაღაცას ვეძებდი, სადაც შემეძლო რომ მივსულიყავი და ნუ მიმეყვანა რა. უფრო მინდოდა რაღაცა რეჰაბის სტილშიც რომ რაღაცა თუ იქნებოდა ეს პირველი იყო კოკოს ხოთაშერის ვინც იქავიდა რეჰაბში. და ესე ამ ძებნით შემთხვევით ინტერნეტში მივედი ვაფშე სხვა მისამართი იყო, აღმოჩნდა რომ რაღაცა Google-მა აურია თუ გამოსავალმა ვერ შენიყავი ალბათ დიდუბეს რო აშვერე. ხო, აი მანდ რაღაცა იქ ორი ბაქრაძე. ხო, აი მანდ მივედი, ნუ მე მივაგენი მოკლედ რა ბოლოს და რომ მივედი, ნუ მივიყვანე და მეთქი ჩაიბარეთ რა. ვსო, და მე ძალიან კარგად ვარ, თქო, ჩემი პრობლემა არის მარტო ეს, თქო. მე საერთოდ არანაირი მკითხეს, რომ შენ რამე პრობლემა ხო არა გაქვს. არა, ვიტყოდი, მე არაფერი, აი ეს არის ჩემი პრობლემა და ეს თუ კარგად იქნება, მეც კარგად ვიქნები და როგორ წავიდა რეჰაბში? არა, ჯერ არ წავიდა და იქვე ნუგზარი და ბაკო იყო, მახსოვს? ეკო იყო. და იქვე მითხრეს, რომ ეგრე არ ხდებაო რა. ნუ შენცო რაღაც პრობლემა გექნება. ერთი 3 თვე რო დაიწყო კოკომ ჯერ რაღაცა დღის ცენტრში, მალევე მერე უკვე რეჰაბში. ნუ 3 თვე გავაწვალე ნუგზარიც და ბაკოც რა, მაშინ ინდივიდუალური ისინი მქონდა. ერთი დღე ვიყავი ნუგზართან, მერე რაღაცა 2 დღის მერე ბაკოსთან, ნუ კვირაში რამოდენიმე დღე. ხონა? და ამიხსნეს რა, პირველი რომ აი რა გინდა და ნუ კი ეს მინდა რომ კოკო იყოს კარგად. და მე იქ უკვე დამიწყეს ლაპარაკი, შენ რა შვები, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ, სად ცეკვაო, რო ცეკვაო, რას იღებ. მეთქი მე არაფერი ესე ხანდახან ვსვავ, ხანდახან ვერთობი, ხანდახან რაღაც ქიმიურ ნივთიერებას მოვიხმარ, მაგრამ მეთქი ესე რაღაცა დამოკიდებული, მეთქი მე არაფერი ესე არა ვარ და შემიძლია ერთი 3 თვეც, 4 თვეც ძალიან ბევრი შვილი მყავს, 9 თვე, წელიწადნახევარი, 2 წელი, საერთოდ არაფერი არ მივიღო, არც დავლიო, არც მოვწიო და მე მეთქი არანაირი პრობლემა არ მაქვს. ნუ მე ამიხსნეს, რომ ეს არის ოჯახური დაავადება და რა თქმა უნდა შენც გაქვს პრობლემა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც შეგიძლია რომ რაღაც გააკონტროლო და ის რომ რაღაცა გამიჯნო რომ ეს რაღაცა კლუბური ნარკოტიკია და ეს შეიძლება, ის არ შეიძლება, შენთვის აუგრძალო ის რომ შენთვის არაფერი არ შეიძლება და ჩემთვის ხანდახან
რაღაცები მოსულა და პირველი რაც იყო რომ მითხრა რომ შენ უნდა მიცე შენ შვილს მაგალითი სამითო იყო რთული იმიტომ რომ რაღაცა შამპანიური დავლიე მე მოვედი მე მიხსნიდან უგზარი მიხატავ და რა ხდება შამპანიურს რო სვავ ორგანიზმში ტვინში მაშინ აი როგორ უყურებდი იცი აი რა გინდა აი ეს როგორ მიიღე რომ ანუ შენს გაქვს პრობლემა და ამ დროს ვერ ხვდები რომ პრობლემა გაქვს აი ეცა მალე მივხვდი აი ესეც არ იყო რომ ვერ ხვდებოდი უბრალოდ ამის აღიარება არ მინდოდა თორე რა თქმა უნდა რომ მეც მქონდა პრობლემა ჯერ მარტო მქონდა აი რა აი მოდი გადავიდეთ რა პრობლემა მქონდა აღწერე რაღაც ამ პრობლემის შემადგენელი რამდენიმე ნაწილი დამოკიდებულების შემადგენელი ნაწილი ხო არის დამოკიდებულება და ყველაფერზე ჭამაზე დამოკიდებულება პირადად ნუ სტრესის დროს ან უამრავს ჭამ ან საერთოდ არ შემილია რომ ჭამო ეს რაღაცა გააჩნია სტრეს ურთიერთობებზე დამოკიდებულება ქიმიური ნივთიერებებზე დამოკიდებულება ნუ არ მიყვარს სასმელი ეგ არაფერს არ ნიშნავს უბრალოდ არ მომწონს ეგ მდგომარეობა და ამიტომ ეს სასმელზე არასდროს არ მქონია მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ძირი ამისი არის ჩემი მე ამ 5 წელია რაც ჩემ თავზე მუშაობ პირველი ჩემი იყო ურთიერთობებზე დამოკიდებულება რა იმ რაღაცას შევდივარ ვაშენებ თან მაინტერესებს მე თვითონ ვანგრევ მე თვითონ ამ დესტრუქციაში ვარ აი ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ რაღაც მივიღო და მე თვითონ ის რაღაც გავაფუჭო ესეც სულ რაღაცა მიზეზები მქონდა რომ აი ამის ბრალია ამიტომ ჩემ თავთან მაინც არ მქონდა გაცნობიერებული რომ აი აბსოლუტურად მე ვაკეთებ ამას ყველაფერს რა აი ხა რადგან ურთიერთობებზე გადახედი ბარემ გადავიდეთ და გიორგის ჩავრთოთ ამ დისკუსიაში თუ დიალოგში რომ როგორ რაღაცა იცი რაღაც შენს ქონდა მოხმარების გამოცდილება და რაღაც მოხმარების მავნე გამოცდილება რომელს დაგაზიანა და შენი რაღაც როგორც ეძახიან drug of choice იყო ალკოჰოლი სვამდი ალკოჰოლს ხო გაცნობის და ურთიერთობის და ერთმანეთთან დაკავშირების ამბავში დამოკიდებული ადამიანი რომ არჩევანს აკეთებს ისევ ცოტათ დესტრუქციულ პიროვნებაზე მოხმარებასთან ახლოს კავშირზე ხო ბევრი რაღაც ბავშვობის დროინდელი ტრაუმიდან მოყოლებული არა რომ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს რომ თანადამოკიდებული ადამიანი ხდება დამოკიდებულს და ეს თითქოს უკვე რომ დავიბადეთ ვარსკვლავებმა გადაწყვიტეს ხო რომ ასე იყო რა გიორგისთან შენი შეხვედრა და აი შენი და ლელას შეხვედრა რა თავიდანვე იყო ეს ნიშნები თითქოს გზნობდით რომ ორივენი აი ამ დამოკიდებულების მატარებელი ადამიანები ხართ თუ ჯერ ვიღაცა რომელიღაც თქვენ გარი მოვიდა კარი გაგებით აზზე და მე ეს ინფორმაცია სხვა გაგიზიარა თუ როგორ მე აზზე ვიყავი უკვე 4 წლის მოსული უკვე 3 თუ 5 ეს კი 3 იმიტომ რომ მე ხა 2 წელი არის რაც სრული სიფრიზლე ხო ნუ მე ალკოჰოლზე ვიყავი დამოკიდებული და იცი როგორ მომენტი იყო გაცნობა მართლა ესე მოხდა ეხა არ იმაშვები რა ქვია არ ვღადაო მართლა გეუბნები ერთმანეთი რომ ნუ ესე შორიდან გამარჯობოთ ვიცნობ მაგრამ აი ეს დღე როდესაც რაღაც სატყის პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი მე ძალიან მთვრალი ვეუბნები რომ მე გამოსავალში უნდა დავიწყო სიარული და ლელას აინთო რომ გამოსავალში იმიტომ რომ ნიკა კოჩარავი მეუბნებოდა რომ მე დავდივარ და მოდი შენც მიდი იმიტომ რომ ნუ შეუძლებელია უკვე ეგეთი ამ მდგომარეობაში შენი ყურება, თვითონ რომ გამოფხიზ და ხა აღარ უნდა და თავის მეგობრის. შენ უკვე გინდა რომ მოგეწონებინა თავი. მით რომ აიცი, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ლელა დაკავშირებული რაღაცნაირად გამოსავალ რა იყო ეს თან გამოსავალი ცალკე ეს 12 ნაბიჯის ეს არაფერი არ ვიცოდი. მე ესეთი რაღაც იყო რომ ნუ აი ხა რასაც ლაპარაკობდი რომ ესე იგი ურთიერთობაში ხო მანამდე ეს კი ჩემი ურთიერთობები ესე შენდებოდა ინგრეოდა ამ ალკოჰოლის გამო, იმიტომ რომ იმ ადამიანებს მე კი არ ვადანაშაულებ, იმ ადამიანს უბრალოდ ცოდნაც არ ქონდათ იმისი, ხო, როგორ უნდა მიუდგე და ყველა ცოდო არის, როდესაც ადამიანს უნდა რომ შენ, ნუ, თავის მეორე ნახევარი იყოს ფხიზელი და ყველანაირი გზა ცდილობს ისეც ამ ჭუბითაც სიყვარულით ისეც, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გამოდის, იმიტომ რომ რაღაც ცოდნებია მაინც საჭირო, ნუ არ გამოდის, იმიტომ რომ იმ ადამიანთან ან უნდა გაწყვეტო ურთიერთობა, ან უნდა რაღაცა ცოდნა მიიღო, რომ მე დაეხმარო და თვითონ ოსვავდნენ და ეგონათ რომ მე რო დამიშლიან, მაგრამ თვითონ შეიძლება დალიონ ან თვითონ ან მაგალითად აი რა
ესეთი ბევრი ყოფილა რომ აი რა არის ყველა კარგად სწავლობს და შენ არ შეგიძლია ისე ძალიან ნორმალურად და ნუ აი ნორმალურად ხო როგორც ხვეები და შენს რომ გაერთო და თუ არ ვსვავდი მაგათად რომ აი დაასჯილი ბავშვი თუ იყავი რომ არ შეიძლება დალევა და რაღაცა ვითვლი დღეებს რომ აი რაღაც თქვა რომ აი ერთი კვირა ხო არ დამილები ხო რაღაცა ერთი კვირა ხო არ დამილები რომ თქვა იმ მომენტში რა მუდოხარო რა არის არ შეგიძლია ალკოჰოლის გარეშე გაერთო აი ჩვენ ნახე როგორ ვერ ან მიხვდი ესეთი ეს არაფერი არ მუშაობს საინტერესო იქნება ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც რომ აი რო სვამდი რატომ არ უნდა თქვა შენს მანამდე პარტნიორებს რომ შენ დაგელია რა ხდება ეხლაც აი ჩემი მაგალითად ერთ-ერთი მეგობარი რომელიც სვავს მე კითხება რომ აი ნახეო რო სვავო რა ვინმეს რამეს გიშავებთო და აი რა უნდა ამ ჩემს მეორე ნახევარს ხო რაღაც ჩემს ცოლს მაგალითად ნუ ეს ხო ეს მეგობრებისთვის არ ახარ ისეთი შემოწუხებელი ხო მეგობარმა შეიძლება რაღაცნაირად რაღაც გადა იმას ქნას მიგიყვანოს მაგრამ ხა მithumetes ქალისთვის ცოტა თრევა უკვე იქამ იმ მდგომარეობამდე უნდა გათრიოს და მანქანა გადმოგათრიოს და მე აგათრიოს და მე ანუ შენი სმა ეგეთი ხო ესეთი იყო ხო იმიტომ რომ ჩაოლებრივი სმა მე არ ვიცი ანუ ეს რო შემძლებოდე ხა არ ვიждებოდი და საერთოდ გამოსავლე არ შემილია სხვანაირად და ლელა რაც შეეხება ხა 50% ამ ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა რომ ეხლა არ ვსვავ იმიტომ რომ ლელას უკვე ეს გამოცდილება ქონდა და არც რაღაც ულტიმატუმები არ ქონია, არც რაღაც აგრესია, არც არაფერი რა, არც манипуляცია, არაფერი არ ქონდა. აი მიმიშვა რა, რომ აი მე თვითონ თან მithumetes რომ გადავწყვიტე რომ მე სულიყავი გამოსავალში და აი ნუ ანუ პირველად მოხდა შენს ცხოვრებაში ეგეთი რამე და ამან იმუშავა, ხო? ხო, ამან იმუშავა პირველად მოხდა, რომ აი ლელა გამოსავლის რაღაცა მიქსი მოხდა ამ ყველაფრის და ამან მაგრამ იმუშავა. შენი პირველი გამოსავალში მისვლაც რომ მოყვე? პირველი გამოსავალში მისვლა აი ნიკა კოჩარომა ჩამწერა და მივედი ადამიანთან რომელიც ეხა არ მახსოვს სახელი ჭაღარათმიანი გზელთმიანი კაცი რო არის კიკინ სერგი ხო არა შენ სხვაგან მოხდიო ჩემთან არაო და მე უკვე ნუგზართან მქონდა გასაუბრება და ამიყვანა იმაში და იცი როგორ იყო რომ ჯერ ერთი თვე ზაფხულში დაიწყო ეს ნუგზარძიზიგურთან ესე ხო და ერთი თვე მუშაობდით, მე ერთი თვე შესვენება ქონდა რომ აგვისტო მოდიოდა და მე სექტემბერში გაგვიძებდი. ის ერთი თვე არც დავლი, არც ნუ კარგად ვიმუშავებ, ძალიან მომეწონა აღრთოვანდი რაღაცა და ნაცნობებიც ნახე იქ კურზე. მე მედალელა და ნიკას კოჩაროვის და ლიკასთან ერთად წავედით დასასვენებლად სხვადასხვა ქვეყნებში და იქ აი ჯერ კონცერტზე ცოტა დავლიე. ვიფიქრე რომ ეხა უკვე რაღაც გამოცდილი რაღაც ცოდნები მაქვს, ეხა უკვე სხვანაირად დავლიე. მარტო აი ჯერ რაღაც კონცერტზე ვიყავი, დავლიე. მე აი ძალიან ისე ღვინო და ნენელნე. ბოლოს ნუ მივედი ისე იმ მდგომარეობამდე თითქოს დავიწყე და მე უბრალოდ აი რაღაცნაირად მახსოვს რომ გადავწყვიტე რომ აი დღეს თქო ბოლო ჯერ უნდა დავლიო თქო. აი როგორ შევძლებ, რანაირადაც შევძლებ, აი ბოლო ჯერ ვსვავ და всё ხვალიდან აღარ დავლე თქო, თან მალე უკვე იწყებოდა გაგრძელება. და იმისი რა, აი ნუგზართან ისე. ეგ უთხარი ლელას? კი, ლელასაც უთხარი, მაგრამ ისე მოვიქეს, ისეთები გავაკეთე, რომ ნუ იქ რა ვთქვი, რა არ თქვი, ხარ ჩემი ნდობა შეუძლებელი იყო. აი საშინელი, აი ბოლომდე ყველანაირი დემონი გამოვში, მოვიქეცი რაღაცნაირად, ისე რომ ნუ ხო ის მეორე დღეს რო არ გინდა მწესდება. და იმის მერე აი რაღაცნაირად არ ვიცი აი რატომ მე მახსოვს როგორც იყო რა მივე ავედი ოთახში და აი არაფერი ისეთი არი ნერვიულო უბრალოდ ავუხსენი რომ ესე ჩვენი ურთიერთობა ვერ გაგრძელდებოდა იმიტომ კი არა რომ აი ესეთი საშინელება მეტი აღარ მინახია ან მაიმე ამას მე ვერ გაუძლებ ან ისე ძალიან არ მომწონს ან ისე ძალიან არ მიყვარს ან რაღაცა უბრალოდ იმის გამო რომ მე ვარ ამდენი წელია ამ პროცესში და ხო ვუფრთხილები არ ქვია უკვე მაგას რაღაც ჩემი ცხოვრების უკვე 5 წელი არ არის ცოტა დრო რა ჩემი ცხოვრების სტილია და ნუ აი ძალიან გული მწყდება და ყველაფერი თქო მაგრამ აი არც გადანაშაულებ არაფერი და შენ შეგიძლია შენი გზით რაც გინდა ისქნა როგორც გინდა იცხოვრო თქო უბრალოდ ჩვენ ესე არ გამოგვივა ისე გამომხედა და აღარ დავლე არა იმიტომ მე წინა დღეს მქონდა გადაწყვეტილი აღარ დავლე და იცი ძალიან ბევრჯერ მომისმენია ცხოვრებაში
მე ძალიან ბევრჯერ მithქვი საქართველოს. აი ძალიან ბევრჯერ მომისვენი, მაგრამ ვერ იცი დაიწყე. როგორი რაღაც იყო, რომ ერთხელ ხო ყველას აქვს იმის უფლება, რომ რაღაცას რო იტყვის, ხა არენდო და აი არ გენდობი და არაფერი არ ვთხარი, ნუ ოკეი. აღარ დალევ. და იმის მერე გავიდა 2 წელი. ხა. გავიდა 2 წელი. ხო და რა შენი აზრით რამ მიგიყვანა მაგ საბოლოო გადაწყვეტილებამ? ნუ იცი რა არის ყველას რაღაც ჩვენი ფსკერი გვაქვს, ხო? უკვე ალბათ ის მომენტი უკვე ფსკერი იყო და ან რაღაც უნდა შეცვლილიყო რა. იმიტომ რომ აი ეს ალკოჰოლი ხო არ ნიშნავს უბრალოდ ალკოჰოლს, როსო ხო ყველაფერში რაღაცნაირი დესტრუქცია გავს, რაღაც ტოქსიკური ურთიერთობები, უკვე აღარც მუსიკა აღარ მაინტერესებდა. იქაც უკვე პატივს არ ვცემდი იმ ჩემ პროფესიას, იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობა. თან იცი რა არის, აი რომანტიზირება ხო ხდება, თქვათ, ნარკოტიკებისაც, ალკოჰოლისაც. მაგალითად, მე ვისთანაც, ჩემ ბავშვობაში ერთ-ერთი კუმირი მუსიკოსი და მე მასთან მე სწავლობდი, მუშაობდი, ისიც აი ვიცოდი რა, აი ბავშვობიდან მახსოვს, რომ ის ლოთია და მე რა მეც გავიზდები, ესე დაუკრავ და თან ლოთი ვიქნები. ან ეს ძალიან ჩვეულებრივი, ნუ ლოთი შეიძლება ხა ცუდად ჟღეს ეს სიტყვა, მაგრამ ნუ ის ადამიანი ერთ ჭიქაში რო უკვე აი ხო ხდები ესე და ეს ძალიან ნორმალია და მუსიკოსებიც ხო, ნუ ალბათ რა ვიცი 80% სვავენ. ჩემი მეგობრებიც და ეს ნორმალ აი ჩვენ ცხოვრების სტილი იყო რა, რომ აი სვავთ, მე უკრავთ, რეპეტიციოთ, აი სულ ესე ვიყავით და ეს იყო ნორმა. მარტო მე ხო არა ვარ ესე და მარტო მე ხო არ ვიყავი და თან რაღაცნაირად ეს უკვე ერთის მხრივ ცოტა კომფორტი ზონა ჯოჯოხეთში მქონდა და აქედან გამოსვლაც მენანებოდა. ეხლა საინტერესო რაღაცას მივადა კიდე რომ რაღაც წრეებია, ანუ ადამიანების ჯგუფები, სამეგობროები, რომლებიც აი ხშირად მოიხმარება. ხო, ანუ აგერ გიორგი ამბობს რომ სვამდით და მე ვუკრავდით რაღაცა ვიღებთ ნარკოტიკებს სახში მეგობრებთან მე მივდიოდით კლუბში საცეკვაო და ყველაზე მაგრად ვერთობოდით ვიძინებდით და ვიღვიძებდით სხვა ქვეყნის აეროპორტში ხო ხვდები და მაგრამ აი ამ რაღაც 8 მეგობრიდან 3 საერთოდ დღემდე შეიძლება ეგრეა და არანაირი პრობლემა არა. და მეც რაღაც ძალიან ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რომ შესაძლებელია რომ ეს ადამიანის ხელზე კი არის დამოკიდებული რა, რომ ვიღაცას უფრო გაკაჟებული კი არა. ანუ ვიღაცა ან არის დამოკიდებული, ან ჩვენ როგორც ვეძახით, ნორმატიული და ნორმატიულ ადამიანებს შეუძლიათ მოიხმარონ რაღაც პერიოდულობით. კი, როგორ. და ხო, მე არ შემიძლია. და მაგის გაცნობიერება აი შენთვის რა, რომ შენ არ შეგიძლია უსაფრთხოდ მოხმარება არასდროს. აი რაც არ უნდა მოხდეს, რა დროს არ უნდა გავიდეს, როგორც კი მოიხმარ შეძლებელია დიდი ალბათობით. ეგრე არ ვფიქრობ ეგრე, მართლა გულწრფელი რო ვიყო. ხო მაგისი არის ეს. მაგიტომ ხარ. არ ვფიქრობ ეგრე. ხო. და მხოლოდ დღეს პრინციპით მირჩევნია რა. აი არ მაქვს ეგ და აი სუ რაღაც აი არჩევ აი რო ეს ჩემი დილა აი ეს ჩემი ცხოვრება, აი ამ წუთის რაც არის, ჩემი დილა, ჩემი ურთიერთობა შვილებთან, ან როგორ გაუნჯობეს და ჩემი ცხოვრება, როგორი ურთიერთობა მაქვს გიოსთან, როგორი ურთიერთობა მეგობრებთან. შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან მოსაწყენიც იყოს და მესმის და ხანდახან რა თქმა უნდა არის მოსაწყენი რაღაცა დროს რუტინაში რო ხარ სულ რა დილას უნდა ადგე, მატლიერება უნდა ილოცო, მედიტაცია გააკეთო, ივარჯიშო, ჯანსაღად ჭამო, ის საღამოს არ უნდა გაერთო და დროზე უნდა დაიძინო, კი, მაგრამ აი რო ვფიქრობ რომ აი ეს შეიძლება რომ აღარ მქონდეს და გავცვალო რაღაცაში რა, ეგ აზრის საერთოდ აღარ მომწონს რა, იმიტომ რომ მგონია რომ ამ ყველაფერს დავკარგავ. არ ვიცი, შეიძლება ეს რაღაცა ჩემი ილუზიაა და ესე არ იქნება, ან არ ვიცი ხმომავალ შექმნება. ჩემი შინაგანი განცდა არის, რომ აი მე ესეთი კარგი დედა ვეღარ ვიქნები, მე ესეთი კარგი ცოლი ვერი, მე ესე მერე ვეღარ გავიგებ. აი ეხა ცოტა ხნის წინ რომ გავაჩინებ, ძალიან დიდი ხანია დეპრესია არ მქონია. აი მართლა ძალიან დიდი ხანია რა, წლებია და ბავშვი რო გავიჭი ეს პოსტ მშობიარობის და რაღაცები კიდე დაემთხვა რაღაც ჩემი შვილის ჩამრთელობის რაღაც და
რაღაც დროს თქვი რომ აუ რა კაია რომ მქონდა, იმიტომ რომ საერთოდ აღარ მესმოდა იმ ადამიანების ვინც ცუდად იყო. აი მართლა არ მესმოდა რა, ისეთი დავიწყებული მქონდა ეს რაღაცა შფოთი, რაღაც როცა აი ხანდახან ვიღაცა რაღაცას რომ მიყვებოდა, აი ვერ ხვდებოდი, აი როგორ შეიძლება რომ ეგრეთ ცუდად იყო და კიდე იქ იყო და შენ თავს ვერაფერს ვერ შველოდე რა. ლელა ხო და როგორ ცუდად იყავ ხოლმე როცა იყავ აი მანამდე აუ ძალიან ცუდად. აი ხო და აი ყველა სფეროში ძალიან ცუდად. აი თან იცი რომ როგორი რაღაც იყო, აი სუ ესეთი როგორც ხდება რა, დაბლა მაღლა რა, იყო პერიოდები რომ ძალიან დაბლა ჩავსულ ვარ, აი ძალიან რა ვიცი, ფსიქიატრიულში ვარ ნაწოლი, აი ძალიან ცუდად. ეს არა მხოლოდ იმიტომ რომ ამ დამოკიდებულებაზეც არ არის რა, დეპრესია, ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შეიცვალა, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და საერთოდ არ ვიცოდი როგორ უნდა მეცხოვრა, აი იმ ცხოვრების მერე ჩემი ტელეფონი გაჩერდა და ამას მოყვა მე რომ მე არ მქონია იქამდე არანაირი შეხება, ერთხელ მქონდა ბავშვობაში ლონდონში ვცხოვრობდი ფსიქოდელიურ ნარკოტიკთან და ისიც მართლა არ ვიცოდი რა იყო და მას მე მაშინ ძალიან შემეშინდა და ის საერთოდ აღარ მქონია და როგორც კი აი ამ დეპრესიის დროს აი რაღაცა მივიღე ეს ფსიქოდელიური, აი ზუსტად ერთ თვეში პირდაპირ ფსიქიატრიულში. ხა მოდი ცოტა დროებით შევჩერდეთ მაგ მომენტზე, რომ საინტერესო იქნება ამ სტიგმებით გაჯერებულ სამყაროში, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, ფსიქიატრია და რაღაც მენტალური ჯანმრთელობა ძალიან დიდი რაღაც ტაბუირებული თემა არის და შენ დღეს ამბობ, რომ ანუ ფსიქიატრიულში ვიზექი, ესე ღიად, ხო? მე მგონია, რომ ბევრისთვის შეიძლება ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იყოს რა. და აქ კითხავ ეგეთ რაღაცას. რატომ არ მალავ მაგ ფაქტს? ანუ როგორ შეგიძლია ამაზე ღიად საუბარი? ან რის გამო? გაბედეო შენ არ ვიცხარი. გაუბედე. იცი მე მაშინ მითხრა ჩემმა ექიმამ საქართველოში არ ვიწექი ფსიქიატრიულში და შვიდმა ფსიქიატრმა დამაპატიმ რა. 27 დღე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ მინდოდა იქ გაჩერება და იქ ამიხსნა მე რა მდგომარეობიდან რომ გამოვედი და ნუ რაღაცა მაგას მიხსნიდა რომ სულ შოკი მქონდა რა, მე თვითონ არ მეჯერა რომ აქამდე როგორ მივედი და მეთქი აქედან ახლა ძალიან სწრაფად როგორ უნდა გამოვიდე. და მაგას მიხსნიდა რომ ეს ნორმალური პროცესია, როცა ყველაფერი ერთმანეთს ერთვის რა, დიდი სტრესი, ძალიან დიდი ესეთი რაღაც გარდატეხვა ცხოვრებაში, ამას ადამიანები ესე მარტივად და ის არ იყო იმ ფსიქიატრიულში, ყველა ზოგი იყო უბრალოდ არაფერი მოხმარებული არ ქონდა და დეპრესია ქონდა და მახსოვს ერთი კაცი როგორ ტიროდა იოგის ვარჯიშის დროს და ვკითხულობდი რომ მეთქი ეს აი რაზე იყო? არაფერი, უბრალოდ რაღაც სამსახური რაღაცას საელჩოში მუშაობდა, სამსახური შეიცვალა, რაღაც მიიღო დიდი სტრესი და ზუსტად იგივენაირი დრო, იგივენაირი თერაპია, იგივენაირი ყველაფერი დაჭირდა იმ ადამიანსაც რა. და ეს არ არის რაღაც ჩემთვის მაგალითად იმ წუთას ეს გადარჩენა იყო რა. და იქ პირველი ნაბიჯები იქ გავაცნობიერე, იქ ვისწავლე რომ თურმე არსებობს თერაპია, რომელიც არის ხატვა, რომელიც რა მიშველის მახსოვს რომ ვკითხე ჩემს ფსიქიატრს და ხატვა, მეთქი არ ვიცი და ცადე. ხო, და შენ ცადე და მე მახსოვს ეგ პერიოდი, იქიდან ჩამოსული მერე უკვე რამდენიმე გამოფენა გააკეთე. და ძალიან ის იყო რა ქვია, თითქოს ლოგიკა დავინახე მაგაში რა, რომ გადარჩენილი ადამიანმა როგორ იპოვნა უფრო მეტი ძალა რო აკეთოს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი რა, ეგეთი გამომსახველობით, ხო? და ორივესთან მექნება ეგ კითხვა რა. აი რაც ცნობილი რო არის, რომ
ნარკოტიკი და ალკოჰოლი კრეატიულ ინდუსტრიაში რო ეხმარება ადამიანს და უფრო მაგარ რაღაცებს წერენ და ქმნიან და აკეთებენ შენ შემთხვევაში აი როდის შეიცვალა და რაღაც პერიოდი იყო თუ არა შენ ცხოვრებაში როცა გეხმარებოდა მართლა რა იმიტომ შენ ცხოვრებაში იყო მართლა ხო ეს ხა ჩემს აი თუნდაც ნიკა ან სხვა მეგობრებს ვინც ეხა ფხიზელია და ქმნიან მუსიკას ან მუსიკასთან აქვს შეხება ყველას დაგვადებია ეს რაღაც ანუ შემოსულა რა ეგ აზრი რომ აი ხა აზრი ვეღარ გავაკეთებ ისე და ის ინსპირაცია აღარ მაქვს და იცი რა არის თავიდან ხო ალბათ ის რაღაც ნაპერწკალს გეხმარება რა თქმა უნდა რომ მაგრამ რაღაცა დოზით და რაღაცა დონემდე უბრალოდ გეხმარება, მაგრამ მე ერთ ადგილას ხარ, ხო, გაყინული ხარ, რაც შეიძლება რაღაც იმ მომენტში მოგიტანოს, თქვა რაღაცა 3 პლუსი და მე 20 მინუსი, ხო? ანუ 3 ნაბიჯს წინ გადადგავ, 20 უკან დგავ. მე იმისათვის რომ ის იქამდე მიაღწიო, კიდე იმდენ 2ჯერ მეტი და 3ჯერ მეტი მიღება გჭირდება, თქვა ჩემ შემთხვევაში ალკოჰოლის და ეს სულ უფრო და უფრო უკან იწევ იმისათვის რომ რაღაც ერთი ნაბიჯი ლენინი რომ ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. და აქ იცი რა ხდება, რომ აქ ხარ თქვა რაღაცა ნიშნულზე, ნულ ნიშნულზე ხარ და გიჭირს თქვა რომ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ერთ თუ გადადგავ, უკან აღარ მიდიხარ. მე ნელ-ნელა სწავლობ ამ ნაბიჯების გადადგა ფხიზელი, ანუ კონკრეტულად აი მუსიკაში დავიწყე სწავლა, აი სხვანაირად შევხედე რა, რომ ეგრევე შეიძლება ყოველ იმ მომენტში როგორც კი რაღაც მივიღებდი და რაღაც მომივიდოდა იდეა ან ისე რაღაცა ინსპირაცია ან იცი რა არის თან აი მუსიკაც ისეთი რაღაცა როგორც თქვათ იგივე ხატვა იქნება თუ სხვა რაღაც ხელოვნების დარგები რომ სულ გჭირდება რაღაც ანუ ემოციურად გჭირდება ხო რომ განიწყოს უბრალოდ რომ ეხა დაჯექი და როგორც ოფისში ეხა მე უცებ მომივიდეს თავში რაღაცა არ ხდება ხო და ამისათვის აი რაღაცნაირად შინაგან ჩვენ ეხა ხო რეალურად საკუთარ თავზე ნუ მე პირველად მუშაობ ჩემს ანუ არც ვიცოდი რომ თქვათ თუ ადამიანი ჯიმში დადის და რაღაც თუნდაც თუ ჩემს საკუთარ პროფესიაში მჭირდება მუშაობა ისეთივე მუშაობა ჭირდება სულიერ და პიროვნულ განვითარებას ხო და ეს ეხლა უბრალოდ რომ არ სვავ ესე არ არის რომ უბრალოდ ზივარ არ სვავ და მეტი არაფერი ხო ანუ საკუთარ თავზე მუშაობთ გამოსავალში დავდივარ ნუ გზარის კურსებს ვესწრები რაშიც ვიმუშავე და რაშიც არ ვიზარმაცე თქვა ნუგზართან დავალებები რაც გავკეთე აი ძალიან წინ წავიწიე რაშიც ვერ წავიწიე უბრალოდ ვიზარმაცე არ გავაკეთე რა არ დაუჯერე ამ გზაზე მოქმედება მნიშვნელოვანია და შემოქმედებაშიც ხო კი შეიძლება არის ხოლმე მომენტები რომ აი ძალით შევდივარ სტუდიაში ეზოში მაქვს სტუდია და აი ძალით შევდივარ ხოლმე და აი ეს როგორც ოფისში მიდიან ხო იცი რომ რაღაცას თუნდაც ორი რაღაცა პატარა რო გავაკეთო იმითაც სულ რომ მივალაგო სტუდია იმითაც შეიძლება იმ მომენტში რაღაც ნაყოფიერი და ხო მაგრამ ერთი ის მაქვს კითხვა რა ან შენ შემთხვევაში მაგ ეპიზოდის მერე იყო რომ ხატვა დაიწყე ხო მან დავიწყე და სრულიად ფხიზელი ხატაო დღემდე კი აი მაგაზეც ვიტყვი ჩემ ასრს რა მოკლე და გრძელი გზა ხო აი რაღაცა მედიტაციით ნელ-ნელა როგორ უნდა მიხვიდე იქამდე რომ შეიგრძნო სამყაროს თან ერთად სამყაროს ნაწილი რო ხარ აი მართლა რო შეიგრძნო და თქვათ რაღაცა ფსიქოდელიური ნარკოტიკი მიიღე და იმ წამს ეს ყველაფერი მოვიდა უმარტივესად ხო აი გრძელი რთული გზა ეს მოკლე გზა რომელიც მე არ ვიძახი რომ შეიძლება ვიღაცამ ამ გზითაც გაიაროს რაღაც გზა მაგრამ შეიძლება იყოს ეგ ვერ ვიტყვი ხო არ შემიძლია რა თქმა მე ანუ არ შემიძლია იმ წუთას გონია რომ ნამდვილია არ მართლა არ ვიცი არ ვიცი ნუ მე რეალურად ხო აი საბოლოო ჯამში შეიძლება თუნდაც ნამდვილი რა ისიც შენ ხარ უბრალოდ რას იღებ ესე და მე რას აზიანებ ამით შენ თავს თქვათ ხო რაღაც მომენტში ან შეიძლება ვერ გააკონტროლო მართლა შეიძლება აი დრის ფასად და მე მოხვდე ფსიქიატრიულში როგორც
მე მოვხვდი ან ეს არის რაღაც მოკლე გზა და რა საფასურს იხდი შეიძლება ვიღაცამ საერთოდაც არაფერი ხო ვიცნობ ვიღაცებს ვისაც დაულებია და არც ფსიქიატრებში არ მომხდარა და არც რაღაცას ასწავლები არ უნახია რის გამოც მე გაგიჟებულა ასე რომ არ ვიცი ყველასთან სხვის მაგივრად მე ვერ ვილაპარაკე არიან ადამიანები მაგის თქმა უნდა არიან ადამიანები რომლებიც არიან რაღაც მოხმარებაში იციან რომ მათ ეს ვნებს მაგრამ არ უნდათ ანუ უღირთ რა აი ამ სხვერპლის გადახდა თქვა შემოქმედების გამო რა და ეხლა მე დავფიქრებულო რამაზე და შეიძლება დღეს ეს ვფიქრობ და აქედან რო გავსართ სხვანაირად ვფიქრობ მეც ამ პრინციპით ვარ რომ ეხლა ხვალ რა იქნება არავინ არ იცის მაგრამ აი რაღაც მომენტში სულიერი სიმშვიდე მირჩევნია თუ რაღაც შემოქმედებით იწვა და რაღაც კარიერული წინსვლა აი ეს არჩევანი რო დადგეს სულიერი სიმშვიდე მირჩევნია და საბოლოო ჯამში მაინც რაც ხდება ყველაფერი რაღაცა კარგია იმიტომ რომ მე რო არ მქონოდა ალკოჰოლთან პრობლემა იმდენ რაღაცას ისე მოვკვდებოდი რომ საერთოდ არ ნუ აი ეგოსთან დამოკიდებულება აი ეს რაღაცა მიმღებლობა ხა შეიძლება ადამიანების ანუ სამუშაო მაქვს რა ადამიანების ისეთ დონე არ მაქვს მიმღებლობის როგორც მაქვს თქვა აი აბსოლუტურად და აი იცი რა მაგათად ბედნიერი ვარ იმიტომ რომ აი გავითავისე თუ არ ვიცი შევისის ხორცე ის რომ აი ყველაფერი ცუდიც რო ხდება ღმერთის ნება არისა და ისეთი თავისუფლება და სიმშვიდე მაქვს რომ ეს მიიღირს აბსოლუტურად ყველაფერს რა სცენა რამდენად მნიშვნელოვანია ამ გზაზე თავარი სულიერი პრინციპები და აი 12 ნაბიჯი შენ ხო გაგივლია რაღაცის უნდა გწამდეს ანუ არ ვიცი რატომ მაგრამ გამოჯამ ჩემ შემთხვევაში მე ვერ ვიტყვი რომ არ მწამდა არაფრეს და აი რაღაც მერე მომიწია რომ რაღაცა ამერჩია როგორი ღმერთი მინდოდა მე როგორ დამეხატა თქვა და შემექმნა რა ეს გზა არ გამივლია მყავდა უკვე არჩეული მყავდა უბრალოდ არ ვიცოდი როგორ უნდა მეკონტაქტებდე რომ ბავშვობაში თან მე არ გავიზარდი არც რელიგიურ ოჯახში აი საერთოდ შეხება არ მქონია არასდროს აი მახსოვს ჩემთან სანთელიც არ სახში აი საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა და ისე ვიცოდი ვიღაცები მეგობრები მარხულობდნენ რაღაცა ეკლესიაში დავდივართ მე მაგასაც არ ვაკეთებდი და თან ჩემი დამოკიდებულება მქონდა ამ ყველაფერზე რა არ მომწონდა რაღაცა ვერ ხვდებოდი რატო უნდა რაღაც დროს აგრესიაც მქონდა რა თქმა უნდა ეხლაც ვერ ვიტყვი რომ რაღაც ეკლესიური ვარ და რელიგიური ვარ არ ვიცი ამანგას ვერ ვიტყვი უბრალოდ მწამს შეგიძლია თუ არა თქვათ რომ აი ეს სხვაობა ორ ცხოვრებას შორის გაარქმედი თუ არა სასწაული ანუ ეგ არის შენი პირადი სასწაული ან შენი ეხლა რო ესე ხარ კი თავისუფლად იმიტომ რომ აი ეს რაც თქვი რა რომ აი ამ მინუსმა ხო თქვა აი ამ ალკოჰოლმა და აი ამ დენმა ცუდმა რაღაცამ აი ისეთი ის ამ მინუსმა მოიტანა ეს პლუსი და ალბათ ეს არის რა სასწაული იმიტომ რომ საერთოდ ანუ ვერ გავიაზრებდი ხო ამდენ რაღაცას თქო რა და რეალურად იცი როგორი მომენტი არის აი ხა რელიგიურ აი მეც ლელასნაირად ანალოგიურად ზუსტად ესე იყვნენ ჩემთან ოჯახშიც და ან ესეთ შეხება არ მქონია დიდად არც ანუ კონკრეტულად რელიგიასთან მაგრამ აი ხა გამოცდილებას გვაქვს მიღებული მარხვაც და გვიცავს და ზიარებაც და ანუ ყველაფერი ანუ ყველა სხვანაირად დავიწყე რაღაცების ყურება და არა შაბლონური და შავ-თეთრად რომ აი უბრალოდ ეს უნდა აკეთო ამ პირიქით არ უნდა აკეთო და ვიღაცების გაუკვირდათ რომ შენ დადიხარ ზიარ ანუ იცი ზოგს იცი რა უკვირს დაჟე რომ შენ ალკოჰოლთან რა პრობლემა გაქვს აი მაგალითად რა ვიცი ოჯახის წევრიდან დაწყებული ნათესავდა ვერ გებულობენ რომ მე რა თუ ეგრე ხო ყველას კეიფობ რაღაც ბაბუა შენს მოკეიფე იყო რა ხო ხდებიან შენ მეგობრები და მეც ეხა ჩემ მეგობრებს ვინც თქვათ ალკოჰოლთან აქვთ პრობლემა და არ აღიარებენ ამ პრობლემას ან უბრალოდ უჭირთ აღიარება ვერ ვეუბნები რომ ალკოჰოლიკი ხარ რა და მე რო ჩემ თავზე ვიძახი რომ ალკოჰოლიკი ვარ უკვირთ იმიტომ რომ ზოგი მეუბნება მე შენზე 20-ჯერ მეც ვსვავ და შენ რა ალკოჰოლიკი ხარ ანუ და საერთო ჯამში საბოლოო ჯამში
ხო რა, ალბათ სასწაული არის ეს. აი ეს არის სასწაული, რომ საიდან სად გაჩნდები ადამიანის, რა სადმე გიყვანს, რანაირად მოხდები, აი არ ვიცით და მე აი ამ ცოტა დრო რო გადის და რაღაც დისტანცირდები კონკრეტულ მომენტთან რაღაც ხვდები, რომ აი ესაა სასწაული, რომ აი ღმერთმა აი ესეთი რაღაცნაირი ამიტომ ეხლაც რომ რაღაცა ისე არ წავიდეს, ესე იგი ღმერთმა ესეთი გზა გამოგიგზავნა, იმიტომ რომ მე რა მოხდება ამ გზას რო გაივლი და წინა სასწაული და შეიძლება რაღაც ბედნიერება გილის, აი არავინ არ იცის და ამიტომ ანუ მინდა თქვა რომ თუ გვაქვს დრო აი გამოსავლის მართლა ძალიან მადლიერი ვარ და ნუგზარის და ეხა 2 წელი პაუზა მქონდა აღებული არ უკრავდი კონცერტებს იმიტომ რომ რაღაცნაირად კონცენტრირდი ამ ჩემს პიროვნულ ამბებზე და რო გავაკეთე ეგრევე მომინდა რომ აი სპონსორი იყოს თქო გამოსავალი და აი რავი მაიკით ვივლიდი და იცი რატო იმიტომ კი არა უბრალოდ რომ მადლიერების გამოხატვა მინდა რაღაც მხრივ მინდა რომ ხალხს გავაგებინა რომ ესეთი ადგილი არსებობს იმიტომ რომ არ სახეს და გვარს არ ვიტყვის ამ ნუგზარსაც ვაცინებ ხოლმე ამაზე რომ ერთი ადამიანი არის რომელიც თავი დრო დავიწყე სიარული მკითხა რომ საათ დადიხარო და თუ რაღაცა და აქ დავდივარო და ნუ რაღაც რა ღირს და ესეთი კითხვები და რატო იხდი მოდი ჩემთან იარე ოღონდ თვითონ აი როგორ დესტრუქციაში რაც уда და ეხლა თვითონ არის სუიქარი, აი ღია კარის რო არის 4 შაბათობით, სუიქარი ყველა კურსზე დადის და ჩემ გარშემოც ისე მოხდა რომ აი და ჩვენს გარშემოც ისე მოხდა რომ აი ჩემი მეგობრების, ლელას მეგობრებიც აი დაინტერესდნენ. ისე კი არა რომ ვიღაც კი, შეიძლება მithქვამს კიდევაც რომ არ გინდა ცაადო შეიძლება თქვენ პირად მაგალითზე. ხო, აი რამდენიმე ადამიანი არის რომლებიც აი ჩვენგან გამომდინარე მივიდნენ გამოსავალში და ეხა ძალიან და მე იცი რაღაცნაირად ცოტა ფართოვდები და მე ეს თემები ეხა რაზეც საუბრობთ, ეს არის ყოველდღიური საუბრის თემა რა. აი ძალიან მნიშვნელოვანია მივიდით რა, რომ ხანახან არის ხოლმე რომ ძალიან მიჭირს ჩემს ძალიან ბევრ ძველ მეგობართან ურთიერთობა. რაღაც საათნახევრის პირობითად ამ დროს 2 საათი ამოწურვადი და თუ ამ თემაზე ვსაუბრობ, მე შემიძლია რომ ვილაპარაკო დილამდე. და არ ვიცი პრობლემა ვინმეში კი არ არის ესე ცალკე აღებულში, მაგრამ რაღაც ეტაპი დადგა ეთყობა ჩვენ ცხოვრებაში, სადაც თლად ერთი და იგივე ენაზე აღარ ვსაუბრობთ რა. ეს რაღაც პერიოდის წინ იყო ტრაგიკული ჩემთვის. ძალიან დრამა იყო რა ჩემთვის. ეხლა მივიღე რომ ანუ რაც იყო ამ მომავალ ჩემს მომავალში ეს ადამიანები ვისთანაც მიადვილდება და საერთო ენას პოულობ თუ იქნებიან ხო კაი ძველებთან რა აი ხვდები ეს პრობლემა იყო თუ არა თქვენთან როგორ გადაჭერით და ეხა როგორ ურთიერთობთ რა ეს კომუნიკაცია ამ ადამიანთან ლელა უფრო კომუნიკაბელური ადამიანია ლელა ფრონტში ლელას ყველასთან და ყოველთვის შეუულია ურთიერთობა მე საერთოდ თქვი თუ გინდა შენ თუ ამ თემაზე გინდა ანუ მე ოდესაც ხიზელი ვარ საერთოდ მივხვდი რომ უფრო რაღაც სოციალიზირება მიჭირს და უფრო ინტროვერტი ვარ და მუდო ვარ რა ანუ დიდად ვერ ვერთობი ისე რა ეხა ხიზე ანუ სადღაც ვარიდებ ხოლმე თავს იმიტომ კი არა რომ ვიღაც სვავენ ჩემთანაც მოდიან და სვავენ და საერთოდ აღარ მოქმედებს აი პირველივე დღიდან არ მოქმედებ და დაალევს არ დაალევს სულ ერთი იქ რა სვავს და შემიძლია მაგრამ უბრალოდ აი არაფხიზელი ადამიანები სულ ერთი რის ქვეშ არიან არაფხიზელი ადამიანები უნდა დამღლელია აი მარცხს ამბობს ვიზა რომ მირჩევნია რომ ის არაფხიზელმა ის შემაგინოს და ვიდრე მოვიდეს და ეს სიყვარულს რო გიხდის და კიდე ხელი გიხება და სიყვარულს რო გიხდის ეს არის რაღაცნაირად გაუკოცნის ცოტა ხო და ეხა ეგეთ სიტუაციებში ხო როგორ შეიძლება ფხიზელ ადამიანს და ასევე არის ნუ რაღაცა ადამიანები ჩემთვის ძალიან უსაყვარლესი ადამიანებთან ანუ კი ჩემ მეგობრებად თვლი მათ მაგრამ შეიძლება წელიწადში ორჯერ ვნახო იმიტომ რომ აღარ გვაქვს გადაკვეთის წერტილები იმათ რეალურად ის კი არ არის რომ მარტო მე მაგათთან ავაკეთო რაზე ვილაპარაკო აღარც იმათ დიდათ აღარ აინტერესებს ჩვენთან ურთიერთობა რა ეხლა მე თუ არ დავლე ესე თუ არ მოვიგეცი როგორც მაშინ რაღაცა ეს სხვანაირი ერთ შალღაზე თუ არ ვარ აი რა უნდა ეხლა ჩემ რისთვის და აღარც მე კონტაქტა და ჩემი სფეროს იგივე როგორც შენი სფერო ხო როგორი სფერო არის რომ
სადღაც წახვალ, სადღაც დალევ, რაღაცა კლუბში შეხვალ, სადღაც ბარში წეხვალ, ილაპარაკებ, მე იქ ვიღაც რეჟისორის სიტყვაზე გეტყვის, ვა მოდი, იქ მე ვიღაცა თქვა სხვა მუსიკოს ვეტყვი, თუნდაც ჩემ მეგობარს რომელსაც ისედაც სულ ნახულობ, რომ აი ეს ხო არ გავაკეთე და ესე იგება ხოლმე მე რაღაცა პროექტებით. ეხლა უბრალოდ მე ისე ვარ, რომ აი უმეტესად სახში ვარ და თავისით ეხლა ესე არავინ არ მეძახებს მე რა, მაგრამ ნუ ვიცი რომ ეს რეალობა არის, ესეთი არის და შეიძლება მომავალში უკვე ამაზე დავიწყო მუშაობა, როგორ შევძლო ამ ადამიანებთან ურთიერთობა. ხო, მაგის მოთხოვნილება როგორც გაგიჩნდება, ანუ რადგან ადამიანებმა ჩვენ რა ვისწავლეთ, რომ პრობლემიდან გამოსავალი არის, რომ შენ რაღაც გაკეთება მინდა, მე მოქმედებ ამ შედეგის მისაღებად და ამის საშუალებები უკვე ვიცით რომ არსებობს. აი მეც თერაპიაზე რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე მივსულ ვარ, დამიმთავრები, აი დავამთავრე და აი ვიცი რომ თუ კიდე გამიჭირდება, აუცილებლად მივალ. მე კიდე იმ კურსს ავიღებ, რაღაცა ლექციას დავესწრები, ხო? ასე რომ მგონია რომ შენ ახლა რას თქვი, ეთყობა ძალიან არ გაწუხებს, ძალიან რომ შეგაწუხოს, ამაზე მუშაობას დაიწყებ. შენ რო ფრონტში ხარ, ამის მაგერათაც ყველას რო შენ ელაპარაკები. ანუ არ მიაქვს ეს ენერგიას არ ხარჯავ თუ პირიქით იღებ. არა. კარგია, მე მიყვარს ურთიერთობები. მიმღებლობაც გონია რომ მან ძალიან კარგი მაქვს. იყო რაღაც მომენტები თავიდან რომ დავიწყე, რაც გამოჯამრთელება და ეს 12 ნაბიჯი და 1 წრე და რაც რომ მოვყო ჩაღდი და აი ის საჩუქრები მივიღე და მოვძლიერდი და რაღაცა მიყვარდა მისვლა ჩემ მეგობრებთან, სადაც ნუ თქვათ რაღაცა ერთობოდნენ და მე რო თქვათ ერთობოდნენ და მე რო რაღაც ისე ვიყავი რა, რომ აი ნახე რა მე რა მაგარი ტიპი ვარ და რა მაგრა ვარ და იგი ჩემილია რა თქვენთან ერთად გავერთო და თან რაღაც ესე ვიყო და მე მივხვდი რომ აი რაღაც გულწრფელობაში პრობლემა მქონდა და ანუ ამას რაღაცის დასამტკიცებლად ვაკეთებდი და რომ მე ეს ყველაფერი შემილია რა, მე შემილია რომ არ დავლიო, მე შემილია რომ ისე გავერთო, რაღაცას თავს ვაძალებდი და მეც ესე მიუშვი, გავაცნობიერე რომ არ არის აქ შეჯიბრი, არ არის საჭირო და რო გითხრა რომ საღამოს ძალიან მინდა რომ სადმე კლუბში მივიდე და იქ ვიждდე, არც დავლიო, არც მოვწიო და უბრალოდ ვიждდე და მაგით სიამოვნება მივიღო, არა რა თქმა უნდა მირჩევნია რომ კარგ სერიალს უყურო, კარგი წიგნიც ავიკითხო, დავხატო, ან დავწერო, ან ჩემ შვილებთან ერთად, გიოსთან ერთად, ან გავისეირნო, რაცა იყო. ბევრი რამე არის, რაც მირჩევნია რა. ამიტომ ეს ღამის ცხოვრება პრაქტიკულად ჩემ ცხოვრებაში აღარ არსებობს. კი ცეკვა მინატრება გულწრფელად რო გითხრა ძალიან. აი რაც ერთადერთი აი ძალიან მაგრამ მინატრება არის ცეკვა. ხიზელი ცეკვა ძალიან კაია. ერთი-ორჯერ ვიყავი და აი დილა რო გათენდა და სახში რომ მოვედი, ისეთი ცუდი შეგრძნება მქონდა. არა, მაგამდე არ უნდა მიიყვანო. ისეთი ცუდი შეგრძნება მქონდა, რაც მეტირებოდა. აი ძალიან ცუდი იყო. ამიტომ რაღაცა ორჯერ, აი ამ 5 წლის განმავლობაში ორჯერ ვცადე გათენდება. ერთხელ არაუშავ და მეორედ აი არ მომეწონა რა. და თან რაღაცას თავს ვაძა. აი რაღაცა ჩემი თავის წინააღმდეგ მივდივარ. აი სახში ხანდახან მე და ტრეინით ვცევყავთ ხოლმე და რაღაცას ეს. ნუ სპორტს და ეხა მაგას არის ძალიან მშველის და ნუ მეც მინდა რა ნუ გზარზე ერთი სიტყვა ვთქვა. კი. რომ ეს ადამიანი ჩემთვის არ არის აი უბრალოდ რაღაც აი რა ხო არა ჩემი მეგობარიც არის აი ყველაზე რთულ მომენტებში დღესაც აი ამდენი წელი ხო ისე 8 თვე დავდიოდი თავიდან მე რაღაც პერიოდი რა თქმა უნდა აღარ მე ისევ რაღაცა პირველი კურსი მე უკვე რაღაც დაიყო ეს კურსები თავიდან ერთი იყო და რაღაცა დაუსრულებელი არ მთავრდებოდა მე ამ შუალედებში ამ 12 ნაბიჯს რაღაცა ალკოგოლიკებითაც წრე დავარტყი მე დესტრუქციული ოჯახის შვილებით, რაღაცა ჰოლოტროპზე, ან ბევრი რაღაცები ვცადე რა, აი ძალიან ბევრი რაღაცები ვცადე. ეხლა რა შეგეთე? ეხლა სხვათა შორის ისევ ნუგზართან ვიყავი მე-4 კურსზე, მე-3 კურსზე და ეხლა მეჩალიჩები მე-4-ს. აი, კიდე მოდი ეხლა იცი რა ვიგადავიდეთ? რა გვასწავლა
ჩვენმა აი დამოკიდებულებამ რა. ერთადერთი რაც კიდე არ ვიცი კაია თუ არა ამას რა ვიტყვი, მაგრამ აი ის რომ აი თუ რამე ამოუჭრე. აი ის რომ აი თქვათ ხო აი 12 ნაბიჯში გავიარე რაღაცა სხვა არის რაღაცა დაიწყე და დაამთავრე რა თქვათ რაღაცა ერთხელ ერთი წრე დავარტყი ჯგუფებზეც ვიარე რაღაც მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება მაგისი ჩემ შემთხვევაში არასდროს არ ყოფილა რაღაც დროს მე აღარც მივლია ერთი წელიც არ მივლია მე თქვათ ნუგზართან რაღაცა ორ თვიანზე მე ისევ თქვათ რაღაცა დოშზე დამაინტერესა ამ დესტრუქციული ოჯახის შვილებს მანდაც აი ძალიან კარგი იყო გავიარე 9 თვე მე აი ის არ არის რომ აი თავარი მე რაც მგონი არის რომ აი გავაცნობიერე რომ რა არის ეს სულიერი პრინციპები რაც უნდა დავიცვა რის გამოც აი რა რის გამოც თვლი რომ კარგად თორე და ის რაღაცა დილის რუტინა რაც არის ის რაღაცა მადლიერების წერა თუ რაღაც ხდები რაც გაცნობიერებული კონტაქტი ღმერთთან და შენ თავთან გულწრფელობა და სუმცირე ერთ ადამიანთან აი რაღაცა ელემენტარული რა რომელიც ხა ანუ გულწრფელად რო ვთქვა მე თვითონ არ ვარ მაგის მომხრე რომ ყველა სიტუაციაში ყველა ადამიანს ერთი სცენარით უნდა მიხედოს პროგრამა და 12 ნაბიჯის პროგრამას მაგას ამბობს რომ იდეაში გამოჯამთელების ის და ძალიან ინდივიდუალურია რა ანუ ტიპაჟიდან გამომდინარე ერთი რაღაც შეიძლება შენ გერგებოდეს და მეორეს არა და ასე შემდეგ და მთელი მუღამი აი ეს რაღაც როგორ თქვა რაღაც flexible მაგიტომ არის ეგ პროგრამა ეგრე კარგად მაგიტომ ერგება ამდენი წელი უკვე ამდენ ადამიანს რომ გაძლევს საშუალებას რომ აი ამ ერთი შეხედვით წესებში იპოვნო ინდივიდუალიზმი გაიგე და აი რაღაც მაგალითად რომ ის ჯგუფებზე რეგულარული დასწრება მაგრამ არ შეძარწერია რამდენი ეს რეგულარული დასწრება ჩემთვის შეიძლება იყოს კვირაში 1 შენთვის თვეში 1 და შენთვის თვეში 2 ხო მიხდი შეიძლება წელიწადში 1 მისვლაც ოღონდ რეგულარულად იყოს რეგულარული მისვლა ამიტომ გონია რომ მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს რომ მართლა ეგრეა რა ანუ არ არსებობს რაღაცას თუ არა ასრულებ ესე იგი ცუდად ხარ ეგრე არ არის რა ბევრი რამეა ტიპაჟი მე პირადად 12 ნაბიჯზე სულ 5 ჯერ ვიყავი რა ანუ ხო ან შევედი და პირველ ნაბიჯამდეც არ მისვლა სპონსორიც კი არ მყოლია ანუ უბრალოდ ვიყავი მე თქვი რომ მე ბავშვი გაჩნდა მე რაღაც და ანუ იცი რა არის გამოჯამრთელება და ეს ვიღაცისთვის რა გჭირს გამოსაჯამრთელება ხო ეხლა ჩვენ ამ ტერმინოლოგიით საუბრობთ ეხლა იბნევიან ხოლმე ხო არ ნიშნავს ხოლმე ხა ჩემ შემთხვევაში არ არის ხო და ჩვენ შემთხვევაში და შენ შემთხვევაში რომ უბრალოდ რაღაცაზე უარი თქვი ხო ანუ გამოჯამრთელება ნიშნავს რას რომ საბოლოოდ ხო რაღაცა იმ ისე იმას უბრუნდებით რაღაც ქრისტიანულ თუ სხვა რელიგიურ რაღაცა პრინციპებზე ხო რომ სხვა არ განიკითხო მაგალითად ხო ეს ამისგანაც ხო უნდა გამოჯამრთელდეთ იმიტომ რომ მე თუ სხვას განვიკითხავ მე თუ რაღაცა ვარღვევ იმ რაღაცა წესებს თუ რაღაცნაირად ისე ვიქცევი ხო რაც თქვათ სხვასაც აზიანებს და მეც მაზიანებს უკვე ესეც რაღაც ერთის ხრივ ესეც მოხმარებაა ხო ანუ იმ შეიძლება ის სიცარიელი რაც მაქვს ალკოჰოლით კი აღარ ვივსებდი, არამედ რაღაც სხვისადმი რაღაც გაღიზიანებით ან აგრესიით, ხო? და უკვე თვითონ ნივთიერებას არ აქვს ნიშნულობა. აი ამის გააზრებაშიც მაგალითად დამეხმარა და გამოსავალი და ნუგზარი რა და ძალიან მოკეთ ისეთი თემა არის, მაგრამ ჩვენ მე მგონი გვიწევს სამწუხაროდ და ბოლოსკენ გავიდე და ეგეთი ბლიც კითხვებით რო წავიდეთ. საინტერესო იქნება. არ ვიცი რა ბლიც კითხვები ისე კი რა რაღაც კითხვა რომელსაც შეიძლება რომ მოკლე პასუხი გავუსვით რომ აი მაგალითად რას ნიშნავს სიტყვა აი რა არის გამოსავალი რას ნიშნავს გამოსავალი რა ასოციაციებს იწვევს გამოუვა მდგომარეობაში რო ხარ და იპოვი გამოსავალს გაპოვნინებენ გამოსავალს დასაწყისში ხო ყველა ვიღაცის ხათრით ვაკეთებთ რაღაცას რა მე მაგალითად მივედი რა აი ჩემი შვილის ხათრით ის რო კარგად იყოს და გამოვიდა რომ ისიც კარგად არის მართლა და მეც კარგად ვარ სულ რაღაცა ვითომ ჩვენ თავზე არ მოგვაქვს ისრები რა და რაღაცა სხვის გამოვაკეთებთ და სინამდვილეში არის რომ ჩვენი თავის გამოვაკეთებთ იმიტომ რომ
აი ეს რაღაცა დედებმა იციან ხოლმე რომ ის ერთი შენი ყავი შვილო კარგად და ჩემი თავი ჯანდაბას რა აი ეგ ყველაზე არასწორი ფრაზა რომ შენ უნდა იყო კარგად რომ შენმა შვილმა არ დააკოპიროს რომ იგივე არ თქვას და თავის შვილს არ უთხრას რა სანამ გიორგი მიპასუხებს გამოსავალი არ იმისთვის დედა რადგან ახსენე მაკითხვის დასმა მინდა და თავში და მოდი არ მინდა რომ ისე დავასრულო რომ არ გკითხო რამდენად მძიმე არის საქართველოში დედა ქალი დამოკიდებულების პრობლემა აი ეს არის სოციალური კონტექსტი რამდენად მძიმე წნეხი არის ქალისთვის საქართველოში საერთულია იმიტომ რომ თანადამოკიდებულება მე ეგიც გავიარე რომ თანადამოკიდებულიც ხო ვარ კომბოა მე ყველა დამოკიდებულებასთან ყველაფერი გავიარე ქალი და დედა რომ აი როგორ შეიძლება რომ ქართველი დედა ხო ალბათ ეს იყო ხო ხელი შემშლელი როგორ იყო რას ნიშნავს იყო არ ვიცი ხო და რთულია ჯერ აი ეს თვითონ ის რომ აი თუ დამოკიდებული თუ ხარ გონიათ რომ მაინც და მაინც ის არის რომ რაღაცას ისეთ ნარკოტიკს მოიხმარ რომ აუ ეს დამოკიდებული რაღაცას მძიმეს რაც წარმოუდგენიათ რა თანადამოკიდებული ადამიანი ბევრად უფრო იტანჯება, იმიტომ რომ მე ყოფილ ვარ თანადამოკიდებულიც და აი ძალიან დავიტანჯე. და უბრალოდ ის განსხვავებაა, რომ მე რომ შენ თვითონ ამას იყუჩებ, ან სვავ, ან ერთობი, ან გადაგაქ, ან ურთიერთობას ანგრევ და მაგით ერთობი, ან აშენებ და მაგით გადაგაქ, რა იმაში არ ახარ, ხო? აი, რავი, ჩემთვის აი ყველაფერი დესტრუქცია, რაც არის, ყველაფერი არის დამოკიდებულება. როგორ გადალახე ეგ ქართველი დედის სტიგმა თუ სიმძიმე? პროტესტი მქონდა სულ რა მისი მთელი ცხოვრება და ძალიან ბევრი გავიწვალე თავი, მაგრამ ესეც უნდა ყოფილიყო ალბათ. მე იქამდე მივედი რაღაცამდე მივედი რა, რომ აი ამ ტკივილით, ტანჯვით ხო ძალიან ბევრ ადამიანს გული ვატკინე, მეც მეტკინა, რა თქმა უნდა ეს ხო ორ მხრივია, ხო არ არსებობს რა დაანგრიე და უი შე რაღაცა მართლა ბედნიერი ხარ და გიხარია რა. ანუ ამასაც იმ დიდი სიცარიელით და დიდი ტკივილის გამოაკეთებ, რომ ოღონდ იმაში არ იყო, აი მე მქონია, შეიძლება რომ ოღონდ ესეც უდათ არ ვიყო ეხა როგორც ვარ, აი რასაც გინდა იმას ვიზა დავანგრევ, ავაშენებ, დავლევ, რომელიც არ მიყვარს, აი რაც გინდა იმას ვიზა, ოღონდ იქ არ ვიყო, ეხა რა ტკივილებიც მაქვს რა. შინაგანი, სულიერი, შიში, ჩემი ყველაზე დიდი მამოძრავებელი რაც არის, რაც აი ყველაზე ცუდად როცა ვარ, ეგ არის რა, შიში რა, რომელიც მე საით წაგიყვანს, არ იცი და უკონტროლოა. გიო რა არის შინს გამოსავალი? რას ნიშნავს? გამოსავალი ну რაღაც მხრივ შემოსავალია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემოვიდა რა ჩემში, ძალიან ბევრი ცოდნა, გამოცდილება და იცი რა არის ერთი პერიოდი იყო რომ იმდენს ვლაპარაკობდი გამოსავალზე და ნუგზარზე, სიტყვა ნუგზარს ამ სახელს იმდენჯერ ვახსენებდი რომ ის იმ ადამიანების გარდა უბრალოდ გარშემო თავის და რა ის ადამიანები ხო რაღაცნაირად დისტანცირდნენ რომლებიც თქვა დღემდე იგივე ცხოვრებაში არიან და ის ადამიანები ხო პირიქით შემოვიდნენ და უფრო დავახლოვდით რომლებიც მათ ეს ყველაფერი გაიარეს და იმდენ სულ ნუგზარი გამოსავალი ნუგზარი ვიღაცებს ვხვდები რომ ცოტა აღიზიანებს კიდევაც და ვიღაცებს იცი რა ერთმა მაგალითად აღიარა რომ ესე იგი თავი ეს არ შემილიაურა ეს ფხიზელი რაღაცა და ვღიზიანდები და ესე ლაპარაკობთო და ცოტა შეიძლება არ ვიცი ზემოდან არ ლაპარაკობთ მაგრამ შეიძლება ესე ჩანს და მე თქვა რომ სინამდვილეშიო მეც მინდაო ეგ გამოსავლის და ყველაფერი უბრალოდთო აი ის არისო რა აი ვერ მოვაბი თავი თუ ხო იცი 1000-ნაირი ისაო რომ მზად არ ვარ თუ რაღაც მაგრამ ნუ მინდაო და მშურსო რა მოკლედო რა და მოკლედ შე ვიღაცას ეს გამოსავალი და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ესე ეჩვენებათ რომ ცოტა აი მე ისინი რაღაც უკვე დადიან და მე არ ვიცი და იქ რომ მიუვალ და რა იქნება და ამერე ყველას ეს რაოს რომ ის სხვებთან ვერ მოყვები და რაღაც არავინ იქით
ვეხვეწები ხოლმე რომ რამე მომეცი საშუალება რომ გავაზიარო რა უნდა თქვა და ამიტომ ნუ გავთ შიში ხო ჯგუფზე აქვთ კიდე უბრალოდ გამოსავალი არ უნდა და ჯგუფზე და დატესტოთ რა ანუ მიხვიდეთ ნახოთ თქვენი თვალით თქვენი ყურით მოისმინოთ და ნახდათ. მაგარი შემოსავალი გექნებათ აი მართლა რა სულიერი და სხვა მართალია თან მე მგონია რაღაც ოფისიდან დაწყებული ადამიანების ისეთ მუშაობს ეგ ძალიან ოჯახური გარემო მაგ კომფორტს ქმნის ოღონდ იქამდე და მოხვიდე რა თქმა უნდა რა ანუ და მე აი მართლა ვერ წარმოვიდგენ თუ გინდა უცებად მიხვალ და ეხლა თუ არ გინდა ყველანაირი მას მოიფიქრებ რაღაც ჩემთვის ნუ ჩემი მეგობრები არიან ყველა იქ და ჩემთვის მართლა ოჯახია და არ გადის დღე რომ არ ვეკონტაქტო რავი ეკოს რა ვიცი ნუ გზარს ყოველდღე არ ვაწუხებ მაგრამ არის რაღაც დღეები რომ ურეკავ და აბა მოხმარების დრო და პერიოდი შენთვის არაფერია და გამოჯანმრთელება არაფერია გამოჯანმრთელება ვარდისფერია ყვითელიც არის აი შავიც ვერ ვიტყვი რომ აი ეს მოხმარება რა შავ ფერშიც აი ვერ ვხედავ ეგრე რა არ ვიცი წითელი დაიმთხო ჩემთვის წითელი არის და შენთვის მინდოდა რომ ხმაზე მეკითხე ოკეი არა просто დაიმთხო ჩემთვის წითელი რატომ გამოჯანმრთელება აი უფრო ყვითელი და შეიძლება რაღაცა თუ შეგიძლია რომ აღწერო ხმა ანუ გამოჯანმრთელების და ხო იცი რა არის აი ეგ ცოტა ანუ ნოტი არა იცი რა ეგ ცოტა ისეთი კითხვა არის იცი რა არის იქ რაღაც ხა გეტყვი იქ რაღაცა ხმები ჩამესმოდა რომელიც მეგონა რომ აი ძალიან ლამაზად ჟღერდა და ძალიან მაგარი ხმა იყო და ეხლა რომ უსმენ იმ ხმებს ეს საერთოდ არ არის ისეთი კეთილხმოვანი რა და ეხლა რასაც უსმენ შეიძლება იმ გიორგისთვის არც ისე საინტერესო არ არის მაგრამ ბევრად გულწრფელია რა მადლობა შენ მე მგონი რომ ის პირობა რომელიც საკუთარ თავებს ჩამოვართით რომ ანუ გაბედეში გულწრფელად უნდა გველაპარაკა შევასრულეთ მე მქონდა ეგ მოლოდინი და ძალიან კმაყოფილი ვარ მინდა რომ კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ თქვენი ამ არ ვიცი რაღაცა თქვენი კი არა ჩვენი ამ სამის დიალოგისთვის მაყურებელს მადლობას ვეუბნები რომ ეხა უყურა ამ გადაცემას ამ სერიას დაბედესი მომავალ შეხვედრამდე და მიხარია კიდევ ერთხელ რომ ჩვენ მართლა რაღაც უფრო მეტი და მეტი ადამიანი ჩნდება ვინც ამაზე ღიად საუბრობს და რა ვიცი ვიმედოვნებ რომ ერთი დღე დადგება როცა რაღაც ადამიანებს აი ეს დაღი თუ რაღაც ტვირთი გულზე რომ მე თუ რამე მჭირს მე უნდა დავმალო არ თქვა მარტო ჩემი პრობლემა ან ჩემი ოჯახის ხო სულ ამბობ რომ ამ ამბავს ანუ აკა და დაავადებას არ უყვარს დამალო რაც მეტად მალა უფრო მეტად აძლიერებ რა და ამ ჩვენი ღიაობით და საჯაროობით ყოველ ჯერზე ვიმარჯვებთ მას მადლობა მოკლედ გემშვიდობებით მართლა რაც ასე ამოვნო ძალიან ვინერვიულობდი მახსოვს გული აგიჩქარდა რა ყველაფერმა კარგად შეიარა მადლობა